პირველი ნაწილი. პაექრობა. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენი ნათელი. რაითა ძე ნათლისა იყვნეთ. იოანე 12:35. შობის დღესასწაულს ჩემს ნათესავებთან, სოფელ პოკროვკაში შევხვდი. სწორედ იქ გავხდი იმ პაექრობის მოწმე, რომელმაც ეს წიგნი დამაწერინა. დღესასწაულის წინ მთელ სოფელში გამოაკრეს აფიშები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ კულტურის სახლში ჩატარდება ლექცია თემაზე საიდან წარმოიშვა რელიგია. მომხსენებელი ამხანაგი მატიუხინი. ლექციის ბოლოს გაიმართება დისპუტი. პოკროვკა მორწმუნე სოფლად ითვლებოდა. თითქმის ყველა ოჯახში იყო რელიგიური ლიტერატურა. ბავშვებს პატარაობიდანვე ზრდიდნენ სულიერ ატმოსფეროში. ისინიც უფროსებთან ერთად დადიოდნენ საყდარში, ლოცულობდნენ, თუმცა სკოლაში თავგამოდებით ცდილობდნენ განედევნათ მათგან ყოველივე სულიერი. ამას ცდილობდნენ მთელ სოფელშიც. ამიტომ ლექციის ამ თემას ათეისტებმა დიდი მისია დააკისრეს. მართლაც უამრავი ხალხი მოვიდა. ისინი აფიშის ბოლოს მიწერილმა სიტყვამ დისპუტმა მიიზიდა. მოწვეული ლექტორის წინაშე თავი რომ მოეწონებინა, კულტურის სახლის დირექტორმა ალტშულერმა დიდი მონდომება გამოიჩინა და თვითონ ხელმძღვანელობდა დარბაზის სათანადო გაფორმებას. სწორედ ამ მიზნით ჩამოკიდეს კედლებზე ლოზუნგები: რელიგია ოპიუმია, არც ერთი ჩამორჩენილი ჩვენს გვერდით და ასე შემდეგ. ლექციის დაწყებამდე ლექტორი თვითონ ალტშულერმა წარუდგინა ხალხს. მატიუხინი 50-ოდე წლის კაცი იქნებოდა. კეთილი სათნო ღიმილით. მაგრამ ტრიბუნაზე ასვლისთანავე თითქოს ფერი ეცვალაო, ღიმილი გაუქრა და სახემაც მკაცრი გამომეტყველება მიიღო. მან თვითდაჭერებული ტონით დაიწყო საუბარი. როგორც ვიცით, რელიგია ადამიანთა უვიცობის ნიადაგზე წარმოიშვა. განაცხადა მან. ათეისტური მსოფლმხედველობა ყველაზე მაღლა დგას მთელს მსოფლიოში. მან დაამტკიცა, რომ უვიცობის გამო ადამიანმა გააღმერთა მზე, მთვარე, ვარსკვლავები. ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემოა. ისინი ყოვლის შემძლე ღმერთებად მიიჩნია, მათზე ლოცულობდა და მსხვერპლსაც სწირავდა. შემდეგ ლექტორმა მოიყვანა ციფრები და ციტატები გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებიდან. ისინი მთლიანად მიმართული იყო იქითკენ, რომ ღვთისრწმენიდან არაფერი დაეტოვებინა და მთლიანად მოესპო იგი დარბაზში მსხდომთათვის. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ. განაგრძობდა იგი. როდესაც ადამიანმა მიაღწია თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს, როცა მან კოსმიური სამყარო გიგანტურ ლაბორატორიად აქცია. დედამიწიდან ათასობით ხელოვნური ხომალდი გაფრინდა მთვარეზე, მარსზე, ვენერაზე. კოსმოსში ფრენა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადამიანმა მთვარეზეც კი დადგა ფეხი. აქ ლექტორმა ცოტა შეისვენა და მერე წარმოთქვა. და თქვენ წარმოიდგინეთ, არსად ღმერთი არ უნახავთ. ამან კი საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ღმერთი არ არსებობს. მართლაც, წარმოუდგენელია, ჩვენს დროში ადამიანს კიდევ სწამდეს ღმერთი, რაღაც სასწაულები და ზეციური მოვლენები. მატიუხინმა თვალი გადაავლო დარბაზს და ალტშულერის კმაყოფილი სახის დანახვით წაქეზებულმა ასეთი განცხადებით დაამთავრა ლექცია. რელიგია ძველის ძველი გამხმარი ხეა, რომლის მთავარი ფესვები ჩვენ უკვე ამოვძირკვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მას მალე მუზეუმში დაუდებთ ბინას, როგორც ერთ დროს პირველ საქსოვდას დაუდეთ იქ ბინა. დარბაზში ამ განცხადებამ ბევრი სახფრთოვანებაც კი გამოიწვია. ისინი ტაშის ცემით გამოხატავდნენ მოწონებას ამ სიტყვებისადმი. მორწმუნენი კი შეწუხებულნი ისქნენ და ხმას არიღებდნენ. გამოცხადდა შესვენება. დარბაზში სხვებთან ერთად იმყოფებოდა სოფლის ბრძენკაცი დემიანე. 60 წელს გადაცილებული, წითური, მოზრდილი წვერით, სუფთა, კეთილი თვალებით. იგი ძალიან უყვარდა თანასოფლელებს, გამჭრიახი ჭკუისა და სამართლიანობის გამო. დემიანეს ერთი ძალიან კარგი თვისება ჰქონდა. თვითონ საოცრად ნაკითხს, უყვარდა სხვისი საუბრის მოსმენა და გულისხმიერი მსმენელი გახლდათ. ძალიან უყვარდა აგრეთვე ბუნება. სათუთად ექცეოდა ყველაფერს, იქნებოდა ეს ბალახი თუ ყვავილი, მცენარე თუ ცხოველი. ყოველ მათგანში იგი შემოქმედის სიბრძნეს ხედავდა. იგი უბრალოდ გასაგებად და, რაც მთავარია, რწმენით საუბრობდა. ამჯერად იგი თავის 10 წლის შვილიშვილთან ერთად, ტრიფონთან ერთად მივიდა ლექციაზე. რაო დემიან, თქვა სადაო რამე ლექტორმა? ჰკითხა ერთმა. ჩემი აზრით ჯობია შინ წავიდეთ.
შესთავაზა მეორემ. ხომ ხედავ როგორ მოეწონათ ლექცია ამ უღმერთოებს. აბა რა გვაქვს საერთო ამ ურწმუნოებთან? მათ ვერაფერს შეაგნებინებ, დაგვრცინებენ. ჩემი აზრით, რწმენა აქ მსხდომ მორწმუნეთათვის უნდა დავიცვათ. უპასუხა დემიანემ თანასოფლელებს. იგი მშვიდად ელოდა შესვენების დამთავრებას. როგორი მცირედ მორწმუნე გახდა ხალხი. დაცინვისაც კი ეშინიათ. დაივიწყეს, რომ რწმენას ხალხი სიცოცხლესაც კი სწირავდა. რა დრო დადგა. განა შეიძლება დაგაეჭოს ღვთის არსებობამ. ფიქრობდა დამწუხრებული. დემიან ლუკიჩს პატიოსან კაცად ვერც წარმოედგინა ადამიანი, რომელიც ღმერთს უარყოფდა. ყველა უსწმუნოს იგი მატყუარად თვლიდა, რადგან ბევრჯერ იყო მოწმე იმისა, თუ როგორ შესთხოვდა ასეთი ადამიანი გასაჭირის დროს ღმერთს შველას.